15 წლის წინ გლობალური ეკონომიკური კრიზისის გარიჟრაჟზე ინტერნეტში გავრცელდა დოკუმენტი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა კაცობრიობის ბედი. ეს დოკუმენტი მსოფლიოს პირველი კრიპტოვალუტის ბიტკოინის მუშაობის პროტოკოლს ასახავს, ხოლო მისი ავტორი ვინმე სატოში ნაკამოტოა, რომლის ვინაობა დღემდე არავინ იცის. ისიც კი უცნობია, სატოში ნაკამოტო ადამიანია, ადამიანთა ჯგუფი თუ ნეირონული ქსელი, ანუ ხელოვნური ინტელექტი. თუმცა ერთი რაც დანამდვილებით ცნობილია ისაა, რომ სატოში ნაკამოტომ ახალი თაობის ფული შექმნა, რომლისთვისაც არც სახელმწიფო არის საჭირო, არც მარეგულირებელი ორგანო და არც კომერციული ბანკი, რადგან ბიტკოინი პირველი ვალუტაა, რომელიც ადამიანს უშუალოდ ადამიანთან ურთიერთობის საშუალებას აძლევს. ბიტკოინის დოკუმენტი სწორედ ტრადიციული ფინანსური სისტემის კრიტიკით იწყება, რადგან სწორედ დღევანდელ სისტემაში არსებული ნაკლოვანებები 2007-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისი და ამ კრიზისის დროს სახელმწიფოთა მიერ გადადგმული ნაბიჯები იქცა ციფრული ვალუტის შექმნის ინსპირაციად. სწორედ სიმარტივე, ანონიმურობა, დაცულობა და დაბალი საკომისიო გადასახადები არის ის, რაც ბიტკოინს სხვა ვალუტებისგან გამოარჩევს და რაც სატოში ნაკამოტოს აზრით თანამედროვე ფინანსურ სისტემაში პრობლემებს აჩენს. თუმცა სანამ აგიხსნით თუ რა არის ბიტკოინი, ორიოდ სიტყვით უნდა მიმოვიხილოთ ბლოკჩეინის მნიშვნელობა, რისთვისაც ჯერ განაწილებული დავთრის ტექნოლოგიის, იგივე DLT-ის რაობას აგიხსნით. ეს ტექნოლოგია თავისი არსით მრავალ ჩართულ მხარეს შორის ინფორმაციის შენახვისა და გაზიარების ახლებული სრულად დეცენტრალიზებული სისტემაა. ის ერთგვარი საზიარო მონაცემთა ბაზაა, რომლის გამოყენება სისტემაში ჩართულ ყველა მხარეს მყისიერად და ნებისმიერ დროს შეუძლია. ბლოკჩეინი კი ამ სისტემაში მონაცემთა სტრუქტურიზაციის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რომელიც შინაარსობრივად ინფორმაციის უნიკალური ბლოკებისგან შემდგარ და კრიპტოგრაფიულად დაცულ ჯაჭვს გულისხმობს. ამ ჯაჭვში შემავალი თითოეული ბლოკი შეიცავს როგორც წინა ბლოკის შესახებ ინფორმაციას, ასევე ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციას და დროის მაჩვენებელს. ამასთანავე თითოეული ბლოკი უნიკალურია, რაც მის კოპირებას, შეცვლას ან ამოშლას უბრალოდ შეუძლებელს ხდის. ვერიფიკაციის პროცესს დეცენტრალიზებული სერვერები, ეგრეთ წოდებული მაინერები უზრუნველყოფენ, რომლებიც ამისთვის ჯილდოს სახით ბიტკოინის მცირე ნაწილს იღებენ. ბიტკოინი მთელი ამ სისტემის ქვაკუთხედია. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ჩვეულებრივ სისტემაში ფულის არსებობას ცენტრალური ბანკი განაპირობებს და ხშირად ფულის მასა პოლიტიკურ ნებას და ამბიციებს არის მიბმული, ბიტკოინის შემთხვევაში მისი გამომუშავება უშუალოდ სისტემაზე და მის მართვაზე არის დამოკიდებული. თან არც ის უნდა დაგვაუწყდეს, რომ ბიტკოინი ლიმიტირებული რაოდენობისაა, რადგან კომპიუტერულ კოდს თუ ჩავხედავთ, ნახავთ, რომ ვერასდროს მოხდება ისე, რომ ბიტკოინის რაოდენობამ 21 მილიონს გადააჭარბოს. ლიმიტირებული მიწოდების გარდა ბიტკოინი ფლობს ფულის ყველა თვისებას და აკმაყოფილებს ყველა მის დანიშნულებას, როგორც მაგალითად ოქრო, რომელსაც ადამიანები 1000 წლეულების განმავლობაში იყენებდნენ. ამ და სხვა მიზეზების გამო ბიტკოინი ახალი თაობის ოქროდ შეგვიძლია მივიჩნიოთ.